უნდა ვიპოვოთ უდიდესი მთელი რიცხვი, რომელიც ნაკლებია ლოგარითმი 2/3 მინუს ლოგარითმი 4-ის პლუს 91. ლოგარითმი 2/3 მინუს ლოგარითმი 4-ის პლუს, ეს არის 2-ის კვადრატი. მოდი 90-ით ჩავწეროთ როგორც 9-ის კვადრატი. ლოგარითმი 2/3 მინუს. ეს ფუძის ხარისხი წინ გადმოვა შეგრუნებული სახით. ლოგარითმში გამოსახულების ხარისხი 2 გადმოვიტანოთ ასევე წინ ნამროვლის სახით და იქნება ლოგარითმი 2/9. ანუ ლოგარითმი 2/3 აკლდება ლოგარითმი 2/9. ეს არის ლოგარითმი 2/3 მეცხრე. ანუ 1/3. ლოგარითმი 2/1/3. 2/1 არის დადი ფუნქცია. ეს არის მოთავსებული ლოგარითმი 2/1/2-ს და ლოგარითმი 2/1/4-ს შორის. ანუ მეტია -2-ზე და ნაკლებია -1-ზე. ანუ უდიდესი მთელი რიცხვი, რომელიც ნაკლებია მოცემული გამოსახულების მნიშვნელობაზე, იქნება -2. მოდი ახლა შევღოთ 21 ამოცანას. 21 ამოცანაში რა არის? ცენტრის მქონე, ოცენტრის მქონე წეწის აწატლზე გავლებულია AB მხები. იპოვეთ რა უნდა ვიპოვოთ? რადიუსი უნდა ვიპოვოთ, თუ ვიცით, რომ OB მონაკვეთი წეწის კვეთს C წერტილში, ისე რომ OC არის 2-ის 1-თან შეფარდება, ანუ 2x და 1x და AB 2-ია. ეს რომ გავაგრძელოთ რაღაც D წერტილამდე, ესეც რადიუსი გამოდის და 2x-ია და მხების კვადრატი ტოლია მკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მკვეთის მონაკვეთზე, მთლიან მონაკვეთზე, ანუ BD-ზე. ანუ 2-ის კვადრატი ტოლია x-ი გამომრავლოთ 5x-ზე. 5x კვადრატი ტოლია 4-ის. x იქნება 2 შეფარდებული ფესვი 5. დადებითი უნდა ავიღოთ, იმიტომ რომ მონაკვეთის სიგრძეზეა ლაპარაკი. რაც შეეხება რადიუსს, რადიუსი არის 2x. ანუ 4 შეფარდებული ფესვი 5. ნომერი 21. ოთხი ხარისხად x-ი. მოდი რა ვქოთ, იცი, 4 ხარისხად x გავიტანოთ ჩხილებს გარეთ. გადავჭერ 1 დამატებული 4 ხარისხად 1 დამატებული 4 ხარისხად 2. ტოლია. ან 2 ხარისხად x გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, რა იქნება? 1 პლუს 2 ხარისხად 1 პლუს 2 ხარისხად 2. 4 ხარისხად x-ი თუ 2 ხარისხად x-ი არის m-ი, 4 ხარისხად x-ი ეს არის 2 ხარისხად x-ი კვადრატში. ანუ m კვადრატი. მაშინ აქ რა წერია? m კვადრატ ჯერ 16 პლუს 4 20 21 ტოლია m ჯერ 4 და 3 7-ის.
ანუ 3m კვადრატს მინუს m უდრის 0-ს. მაშინ ფესვები იქნება m რომ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ, ერთი ფესვი იქნება 0 და მეორე ფესვი იქნება 1/3. ორი ხარისხად x-ი 0 ვერ გახდება. რაც შეეხება ორი ხარისხად x-ის 1/3-თან მტყლობას, ეგ შეიძლება როდესაც x-ი ტოლია ლოგარითმი 2-ის ფუძვით 1/3-ის. ამან 3-ს ეს არის 3 ხარისხად -1. -1 წინ გადმოვა ნამრავლის სახით და ლოგარითმი 2-ის ფუძვით 3. გეომეტრიული პროგრესიის მეორე და მეხუთე წევრი შესაბამისად 12-ის და 96-ის ტოლია. იგივე პირველი წევრი. B2 არის 12. B5 96. B5 რომ მივიღოთ, B2 უნდა გავამყაროთ ქუხარისხად 3-ს. ანუ 96 ტოლია 12 ჯერ ქუხარისხად 3-ს. ანუ ქუხარისხად 3 ეს არის 8-ის და ქ 2-ის ტოლი. B1 ხო გაინტერესებს. B2 რას დრის? B1 გავამყაროთ ქუს. 12 ტოლია B1 ჯერ 2-ის. B1 რა იქნება? 6. B1 იქნება 6. უნდა ვიპოვოთ სინუს x ფუნქციის უმცირესი დადებითი პერიოდი. f(x) ტოლია სინუს x-ის უმცირესი პერიოდი, დადებითი პერიოდი არის 2π. აგერ გაჩვენებთ. ნულზე სინუსი ხდებოდა. 0-ის ტოლი 90-ზე 1-ის 180-ზე 0-ის 270-ზე -1-ის 360-ზე 0-ის მე ისევ თავიდან იწყება. ანუ პერიოდი არის 360 გრადუსი ან 2 პირადია. მაგრამ რა მოხდება თუ მოდულს განვიხილავთ? მოდულის შემთხვევაში გრაფიკს როგორ ისახავს? ან თუ ხდებოდა -1 გახდება ესე 1. ანუ ყოველ π-ზე სინუსი გამეორდა. ანუ ამ შემთხვევაში უმცირესი დადებითი პერიოდი იქნება π. წესიერი ექვსკუთხა პირამიდის ფუძის გვერდის სიგრძეა 2 ფესვის 3. უნდა განვიხილოთ წესიერი ექვსკუთხა პირამიდა. ფუძის გვერდის სიგრძე ვიცით. პირამიდის სიმაღლე 6.
ეს არის 6. იპოვეთ პირამიდის ფუძით და გვერდითი წახნა. გვერდითი წახნაგით შედგენილი რომ მჭირდება აპოთემა. ცენტრი შევაერთოთ აპოთემის ფუძესთან, მანდ სამი მართობის თეორემისთან ახმად იქნება. მართი კუთხე, ფუძის გვერდის სიგრძე ვიცით, პირამიდის სიმაღლე ვიცით და გვაინტერესებს კუთხე MCO. ეს კუთხე გვაქვს. ეს 6-ია. შეგახსენებთ, რომ ტოლგვერდა 6 კუთხედში ამ 6 კუთხედზე შემოხაზული წეწირის რადიუსი გვერდის ტოლი გამოდის. ეს A და R ტოლი. რატომ 6 კუთხე ეს კუთხე 120 გრადუსია, მაშინ ისინი აქაც 60 გრადუსი მიიღება, აქაც 60, ტოლგვერდა სამკუთხედი მიიღება. A და R ტოლი. რაც შეეხება ეს თუ არის და ესეც თუ არის, ტოლგვერდა სამკუთხედში გავლევთ სიმაღლეს. ამ შემთხვევაში x დავნიშნავ, ეგ ყოველთვის არის a ფესვის 3/2. იმიტომ რომ 60 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი გამოდის აი ამ მართკუთხა სამკუთხედში. და სინუს 60 ფესვის 3/2. ან პითაგორათი გამოთვალეთ და მიიღეთ. მოკლედ 20 არის x. ანუ 20 არის a ფესვის 3/2. სადაც a გვერდია. და a თუ 2 ფესვის 3-ია რა გამოდის? 2 ფესვის 3 გავამრავლოთ ფეს 3-ზე და გავყოთ 2-ზე. რას მივიღებთ? 3-ს. ეგ მიიღება 3. 3-ის ტოლი. ანუ რა მივიღეთ ეს? 3. მაშინ მოცემული კუთხის თვის გამოვთვალოთ ტანგენს. ყველაზე მარტივი გამოსათვლელი იქნება მოპირდაპირე კათეტი OM შებარდებული მინდვართან. 2. მაშინ ალფა იქნება აქ ტანგენს 2.